მე ვარ თიანი მსიწვერიძე 40 წლის. 2 წლის უკან სადღაც მივედი ექიმთან პროფილაქტიკის მიზნით, რომ გამომეკვლიო ჩემი მდგომარეობა უბრალოდ. ექიმმა მითხრა, რომ მქონდა სიმსივნე. უბრალოდ ელემენტარულად ვერ დავიჯერე, იმიტომ რომ ფაქტიურად არაფერი არ მაწუხებდა. გავიკეთე პირველი ანალიზები, მაგრამ მაინც აღმომაჩნდა, რომ მქონდა მეორე სტადია, მაგრამ უბრალოდ თავის დაჯერება არ შემეძლო. რაღაცა პერიოდი არც გავამხილე სახლში, რომ სიმსივნე მქონდა და მივედი მე ერთ-ერთ ჩემ ექიმთან, ძველ ექიმთან, ვისთანაც ჩიყზე უკურნალობდი და იმანაც იგივე რომ მითხრა, ოღონდ ძალიან დიდი არ და მე შენ ხელს ვერ მოვკიდებ. მე წავედი ჩაჩავას ინსტიტუტში გამოსაკვლევად. იქ გადამიღო კობა გოდოლაძე, ეხოსკოპია და ის ანალიზები გამაკეთებინა და მითხრა, რომ სამწუხაროდ იმდენად დიდია თქვენი სიმსივნე, რომ მე ხელს ვერ მოვკიდებთ. სიმსივნე მქონდა საშვილოსნოზე. გამაგზავნეს ონკოლოგიურში მარგალაიშვილის კლინიკაში. იქ მოხდა ასეთი რაღაცა, როდესაც ბიოპსია ამიღეს, ციტოლოგია რო ამიღეს, ბიოპსიის აღება ვეღარ გავიგეს ექიმებმა, რადგან მითხრეს, რომ ადვილი შესაძლებელია ბიოპსიის შემთხვევაში დაგკარგოთ და ოპერაციის მაგიდამდეც ვერ მივაღწიოთ. სადღაც ზუსტად 3 დღეში გამიკეთეს სასწრაფოდ ოპერაცია. თითქოს ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ოპერაციიდან მე-4 დღეს დაიწყო პრობლემები, მომცა სიცხე. მერვე დღეს დამეწყო საშინელი სისხლის დენა, რომლის შეწყვეტაც ვერ მოახერხეს, მაგრამ სამწუხაროდ მეორე ოპერაციის გაკეთებაც ვერ გარისკეს, რადგან უკვე ოპერაციიდან 10 დღეში იმდენად სუსტად ვიყავი, რომ ექიმმა მითხრა, რომ შეიძლება მეორედ რო გაგჭრა, საოპერაციო მაგიდაზე დამრჩევა. დავიწყე მკურნალობა, 2 კვირის მერე აღმოჩნდა, რომ უცრესულში მქონდა ჰემატომა განვითარებული. და იმისათვის, რომ ჰემატომა გაწოვილიყო, დამინიშნეს მკურნალობა. სამწუხაროდ გაწოვა ვერ მოხდა და ჰემატომა გადამივიდა სეფსისში. ეტაპობრივად დავიწყე ხანსხივებს ვიკეთებდი, აგრეთვე მკურნალობას არ ვწყვეტავდი, მაგრამ არანაირი შედეგი არ მქონდა ამ მკურნალობისგან. დღითი დღე უკან მივდიოდი და უბრალოდ მდგომარეობა რომ გამირთულდა და უფრო ტკივილებმა მომიმატეს, გამიკეთეს 2 ქიმია. აგრეთვე ოპერაციის მერე 2ჯერ ვიწექი საავადმყოფოში და იმისთვის რომ ტკივილები გაეყუჩებინათ, ვიყავი მორფზე, რაღაცა პერიოდის მანძილზე. მორფის საშუალებით ცდილობდნენ, რომ რაღაცა დროებით მაინც გაეყუჩებინათ ტკივილები. 2 ქიმიის მერე რაღაცა პერიოდი დამასვენეს, მაგრამ როდესაც უკვე მესამე ქიმია უნდა გაეკეთებინათ, ვერ გარისკეს ექიმებმა, რადგან მედიკამენტებს უკვე ორგანიზმი აღარღებულობდა და მქონდა ისეთი რეაქცია, რომ თვითონ წამლები მთიშავდა უკვე. ამ პერიოდში ვიყავი და უკვე გადაწურული მქონდა და ექიმებსაც კი მშობლებისთვის ის ჰქონდა ნათქვამი, რომ შეეჩვიეთ იმას, შეიძლება მოკლე ხანში დავკარგოთ და არაფერი ის არ იყოს, ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ უშედეგოდ არის ყველაფერი. რადგან 4 თვე ნახევარი უკვე ოპერაციიდან გასული და საერთოდ ვერც სიცხე ვერ დამიგდეს და დღითი დღე უფრო და უფრო მეტად მძიმდებოდი, ვიდრე უკეთ გამხდარიყავი და მდგომარეობიდან გამოსულიყავი. ამ მდგომარეობის გამო Baobab Life-ზე გაიგო ჩემმა ბიძაშვილმა და გამომიგზავნა ქუთაისიდან და მომაწოდა, მითხრა, რომ ამაღლებს იმუნიტეტს, ცოტა მოგაძლიერებს და იქნება ამ პერიოდში იმდენად მოგაძლიერებს, რომ ან გავიკეთოთ მესამე ქიმია და ან მეორე ოპერაცია გაგიკეთოთო. ჩემ შემთხვევაში მოხდა ასეთი რაღაცა, ბაობაბის მიღება რო დავიწყე, რეაქცია მაშინვე მომცა იმ შემთხვევაში, რომ ეთყობა დაიწყო მუშაობა Baobab Life-მა და ცოტა არ იყოს თითქოს გამთიშასავით, გონებრივად, მაგრამ ზუსტად მესამე დღეს, შუა დღის მერე გამოვედი გრძნობაზე და მე-4 დღეს იყო შედეგი, რომ გამივარდა სიცხე საერთოდ. სიცხის დავარდნის მერე უკვე თავისთავად დოზები გავზარდეთ და სადღაც Baobab Life-ის მიღებიდან მე-6 დღეს მედიკამენტებზე მე თვითონ ვთქვი უარი. და დავიწყე მარტო Baobab Life-ის მიღება. ოღონდ ვაკეთებდით ასე, რომ ყოველდღიურად დოზას ვამატებდით, ყოველდღიურად 1 ჩაის კოვს ვუმატებდით.
კვირანახევარში უკვე ვსვავდი დღეში ორჯერ, დილით 3 კოლს, შუა დღეს 2 კოლს, კვირანახევარში უკვე დამოუკიდებლად წამოვჯექი 3 წოლზე და 3 კვირაში სადღაც ვამთავრებდი 2 კილას, როდესაც უკვე დამოუკიდებლად ფეხზე ავდექი საწოლიდან. სადღაც მივიღე 7 კილა, ოღონდ დიდი დოზებით დღეში ვსვავდი ორჯერ, თითო დალევაზე 3 კოლს. 7 კილის მიღების მერე იმდენად კარგად ვიბრძენი თავი, რომ მე თვითონ თვითნებურად შევწყვეტე და გადავამოწმე ანალიზები თუ რა მდგომარეობა მქონდა მაინტერესებდა. და ანალიზები იმდენად სუფთა მქონდა, რომ ექიმმა ასე მითხრა, რომ იმდენად სუფთა ანალიზები გაქვს წლების მანძილზე ამყოლია ასეთი პაციენტები. ეს 7 კილა რამდენ ხანში დაგია? 7 კილა დავლიე სადღაც 3 თვეში. 3 თვის მანძილზე, იმიტომ რომ დიდი დოზებით ვსვავდი და 3 თვის მანძილზე ვსვავდი 7 კილას. მე უკვე ეტაპობრივად ყოველთვის 3 თვეში, ან 6 თვეში ვიმოწმებ ანალიზებს. ბოლო გამოკვლევები ჩავიტარეს მაგნიტორეზონანსული და ყველანაირი ის მარკერებზე, სადაც შეიძლება რომ ჩხირებიც კი გამოჩნდეს სივსენური, მაგრამ საბედინოდ ყველაფერი მაგ ძალიან სუფთად და თავსაც ძალიან კარგად გრძნობა. ბოლო გამოკვლევა ჩავიტარე ანალიზები 31 დეკემბერს, მაგრამ იმდენად კარგი ანალიზები მაქვს, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ნამდვილად არის არ არის სახარბიელო მართლა პაციენტები რომ მიდიან ექიმთან სულ რაღაც დარღვევები აქვს, მე ჰემოგლობინიც, აგრეთვე პოტრომბინი, ყველაფერი აბსოლუტურად მაქვს ძალიან კარგი. თავსაც ძალიან კარგად ვგრძნობ. რა დრო გავიდა, რაც დიაგნოზი დაგისვეს და დღევანდელ დღემდე თქვა. სულ ოპერაციიდან არის გასული 2 წელი და 4 თვე. მე 4 თვე ხდება. 2 წელი. კურნალობა რამდენი ხანი გრძელდებოდა შენი ჩვეულებრივი? 4 თვე-ნახევარი გრძელდებოდა მკურნალობა, რაც იყო უშედეგო ოპერაციიდან. და 4 თვე-ნახევრის მერე დავიწყე ბაობაბ ლაიფის დალევა. და შემდეგ 3 თვეში უკვე მიიღე. და 3 თვეში უკვე მივიღე შედეგი ისეთი, რომ დავდექი მყარად ფეხზე. კარგია, ჯანმრთელად იყავი.